კობახიძე ამბობს, მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა. როცა ადამიანები ერთ წელზე მეტია პროტესტში არიან, 4 მათგანი ციხეშია გამომწყდეული და 1500-მდე მაღაროელი სამსახურის გარეშე დარჩა. ეს ნორმალურია და საუბარი ანომალია. მოდით მივყვეთ ფაქტებს და ვნახოთ, რატომ არ უნდა კობახიძეს მაღაროელებთან პირისპირ საუბარი. ფაქტი ნომერი 1. ოფიციალური მონაცემებით საქართველოსდან ფეროშენადრომბების ექსპორტი წელიწადში 100 მილიონ დოლარს აღწევს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 322 მილიონი დოლარი იყო. 2025 წელს 226 მილიონი დოლარი. ხოლო 2026 წლის იანვარში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი 86%-ით გაიზარდა. ანუ სექტორში ფული ნამდვილად არსებობს. ეს ზუსტად ვიცით. ფაქტი ნომერი 2. გამჭვირვალობა არ არსებობს. კომპანია Georgian Manganese წლებია არასაჯაროებს ფინანსურ ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ვალდებულია ეს გააკეთოს. კომპანიას ურჩევნია ყოველწლიურად სოლიდური ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე მისი შემოსავლები საჯარო გახადოს. პარალელურად ხედავთ, რომ მთავრობა და კომპანია ერთობლივად წლებია ქმნის ნარატივს, რომ წარმოება სოციალურია და კომპანია წაგებაზე მუშაობს. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს. კითხვა მარტივია. მაშინ რატომ არის დამალული შემოსავლები?